მოგესალმებით, მიმდინარე ვიდეოში გთავაზობთ მორიგ 5 ტესტურ დავალებას, რომელიც შედგენილია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსიდან. დავიწყოთ მე-11 ტესტზე მუშაობით. კახეთის საოლქო პროკურატურის საგამოძიებო სამმართველოს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ მარგიანმა და ციკლაურმა ერთმანეთისაგან დამოუკიდებლად და შეუთანხმებლად შურისძიების მოტივით მსხვერპლის საკვებში შეიყვანეს სხვადასხვა ქიმიური ნივთიერება. ქიმიური და ბიოლოგიური ექსპერტიზების დასკვნების თანახმად არც ერთი ნივთიერების ცალკე ოდენობა ცალ-ცალკე არ იყო მომაკვდინებელი. თუმცა ამ ორი ნივთიერების ორგანიზმში ერთდროულმა მოხვედრამ წარმოშვა ახალი ქიმიური რეაქცია, რაც გახდა მსხვერპლის გარდაცვალების უშუალო მიზეზი. გამოძიებით დადგენილია, რომ ბრალდებულებმა არ იცოდნენ ერთმანეთის განზრახვის შესახებ. კითხვა არის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისად, როგორ უნდა დაკვალიფიცირდეს მარგიანისა და ციკლაურის ქმედებები დამდგარი სასიკვდილო შედეგის ნაწილში. A ვარიანტია: ორივე პირი პასუხს აგებს ჯგუფურად ჩადენილი განზრახ მკვლელობისათვის. B ვარიანტია: ორივე პირი პასუხს აგებს ჯგუფურად ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობისათვის. G ვარიანტია: ორივე პირი პასუხს აგებს განზრახ მკვლელობის მცდელობისათვის და D ვარიანტია: მარგიანი და ციკლაური პასუხს აგებენ გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობისათვის. მოცემულ კაზუსში სახეზე არის მეზობრიობის ისეთი შემთხვევა, როდესაც შედეგი დგება მხოლოდ ორი პირობის ერთობლივი მოქმედებით. სამართლებრივი ანალიზისას გადამწყვეტია სუბიექტური შემადგენლობა, ვინაიდან პირები მოქმედებდნენ ერთმანეთისაგან დამოუკიდებლად, მათ შორის არ არსებობდა სუბიექტური კავშირის შეთანხმება, რაც თავისთავად გამორიცხავს თანაამსრულებლობას, შესაბამისად ჯგუფურ დანაშაულს. ეხლა ნორმატიული თვალსაზრისით, მიუხედავად იმისა, რომ მიზობრივი კავშირი ქმედებასა და შედეგს შორის ფორმალურად არსებობს, ობიექტური შერაცხვის პრინციპი გრძალავს პირისთვის იმ შედეგის მიწერას, რომელიც მის მიერ შექმნილი საფრთხის ფარგლებს სცილდება. ვინაიდან თითოეულმა პირმა შექმნა მხოლოდ არასაკმარისი საფრთხე სიცოცხლის მოსპობის ნაწილში და მათ არ შეეძლოთ ცოდნოდათ მეორე პირის ჩარევის შესახებ, დამდგარი სიკვდილი მათ ობიექტურად ვერ შეერაცხებათ. შესაბამისად, მათი ნება მიმართული იყო მკვლელობისაკენ, მაგრამ განხორციელებული ჩარევა არ იყო შედეგის ადეკვატური, რაც ქმნის მკვლელობის მცდელობის შემადგენლობას. შესაბამისად, პასუხი გვექნება G ვარიანტი: ორივე პირი პასუხს აგებს განზრახ მკვლელობის მცდელობისათვის დამოუკიდებლად და არა ჯგუფური ნაწილით, დამძიმებით, რაც გვაქვს მოცემული B ვარიანტში. მე-12 ტესტური დავალება შედგენილი არის სასჯელის ნაწილზე. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2026 წლის 10 მარტის განაჩენით E ნოდურაშვილი ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახე და ზომად განესაზღვრა ჯარიმა 3000 ლარის ოდენობით. მშავრდებულმა ჯარიმა ვერ გადაიხადა, რის გამოც სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება ეს სასჯელი შეეცვალა შინაპატიმრობით. მოსამართლემ გაანგარიშებისას გამოიყენა შემდეგი ფორმულა: ჯარიმის ყოველი 100 ლარი შინაპატიმრობის 1 დღე და საბოლოოდ პირს განუსაზღვრა 30 დღით პატიმრობა. კითხვა არის: სისხლის სამართლის კოდექსის მიხედვით სწორია თუ არა მოსამართლის მიერ გამოყენებული გაანგარიშების წესი. A ვარიანტია: სწორია, რადგან მოსამართლეს აქვს დისკრეცია თავად განსაზღვროს ჯარიმისა და შინაპატიმრობის თანაფარდობა. B ვარიანტია: არასწორია, რადგან ჯარიმის შინაპატიმრობით შეცვლა საერთოდ დაუშვებელია, იგი მხოლოდ თავისუფლების აღკვეთით შეიძლება შეიცვალოს. G ვარიანტია: არასწორია, რადგან კანონით ჯარიმის ყოველი 50 ლარი უთანაბრდება შინაპატიმრობის 1 დღეს, შესაბამისად პირს 60 დღე უნდა დანიშნოდა. და D ვარიანტია:
სწორია, ვინაიდან 30 დღე არის შინაპატიმრობის მინიმალური ვადა ნებისმიერი ტიპის დანაშაულის დროს. სისხლისამართლის კოდექსის 42 მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, თუ მსჯავრდებული თავს აარიდებს ჯარიმის გადახდას, ან თუ გადახდებინება შეუძლებელია, ეს სასჯელი შეიცვლება საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით, გამასწორებელი სამუშაოთი, შინაპატიმრობით ან თავისუფლების აღკვეთით. ამასთანავე დრო, რომლის განმავლობაშიც მსჯავრდებული იხდიდა ამ სასჯელს, ჩაითვლება საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის, გამასწორებელი სამუშაოს ან შინაპატიმრობის ვადებში შემდეგი გაანგარიშებით. დაკისრებული ჯარიმის 50 ლარი, საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის 4 საათი, გამასწორებელი სამუშაოს 1 დღე, შინაპატიმრობის 1 დღე. ამასთან ჯარიმის ნაცვლად დანიშნული საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომისათვის, გამასწორებელი სამუშაოსათვის ან შინაპატიმრობისათვის ბოროტად თავის არიდების შემთხვევაში, იგი შეიცვლება თავისუფლების აღკვეთით. სისხლისამართლის კოდექსის სასჯელის ამ სახისათვის გათვალისწინებულ ფარგლებში და დადგენილი წესით. შესაბამისად დავინახეთ, ხო, რომ 50 ლარი უთანაბრდება 1 დღეს, შესაბამისად პირს 60 დღე უნდა დანიშნოდა, ასეთი გაანგარიშება უნდა განეხორციელებინა სასამართლოს, რის გამოც სწორ პასუხად მოუხაზავთ ცხადია გევარიანს. გადავიდეთ მე-13 ტესტურ დავალებაზე. თასვლელთა გამოსtildeმა ჯგუფმა, რომლის წევრებიც იყვნენ ი მამულაშვილი, ბ კაპანაძე და ლ გელაშვილი, ურთიერთთანხმობით გადაწყვიტეს მყინვარწვერის დალაშქვრა. ექსპედიციის დროს, როდესაც ისინი მწვერვალზე იმყოფებოდნენ, მამულაშვილმა კაპანაძის ზურგჩანთიდან ფარულად ამოიღო ძვირადღირებული სანავიგაციო ხელსაწყო და ქურთუკის შიდა ჯიბეში ჩაიდო. დაუფლების ფაქტს მალულად ჯგუფის მესამე წევრი გელაშვილი შეესწრო, თუმცა ექსპედიციის წარმატებით დასრულება საფრთხე რომ არ შექმნოდა, არაფერი თქვა. მოგვიანებით მწვერვალიდან წარმატებით დაშვების შემდეგ, ჯგუფმა მთის ძირას მდებარე რესტორანში ვახშამი გადაწყვიტა. სუფრასთან ყოფნისას კაპანაძეს მოულოდნელად საჭმელი გადასცდა. ჰაერის უკმარისობა დაეწყო და იატაკზე დაეცა. გელაშვილი, რომელიც იქვე იჯდა და უყურებდა პარალიზებულ მეგობარს, ადგილზე დარჩა, არც სასწრაფო დახმარება გამოიძახა და არც პირველადი დახმარება აღმოუჩინა მას. კაპანაძე ადგილზე გარდაიცვალა. კითხვა არის, საქართველოს სისხლისამართლის კოდექსის შესაბამისად, როგორ უნდა შეფასდეს გელაშვილის სისხლისამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხი ქურდობის ფაქტზე უმოქმედობისა და კაპანაძის გარდაცვალების ეპიზოდებში. ავარიანტია. ქურდობის ეპიზოდში გელაშვილი პასუხს აგებს უმოქმედობით ქურდობაში დახმარებისათვის, ხოლო გარდაცვალების ეპიზოდში შერეული უმოქმედობით ჩადენილი მკვლელობისათვის, რადგან სოციალური ჯგუფის წევრობიდან გამომდინარე გარანტის მოვალეობა უწყვეტად მოქმედებდა. ბევარიანტია, ქურდობის ეპიზოდში იგი არ აგებს პასუხს, ხოლო გარდაცვალების ეპიზოდში დაისჯება შერეული უმოქმედობით ჩადენილი განზრახ მკვლელობისათვის, ვინაიდან რესტორანში ყოფნისას საფრთხე კვლავ იმწუთიერი და რელევანტური იყო. გევარიანტია, ორივე ეპიზოდში გელაშვილი სრულად გათავისუფლდება პასუხისმგებლობისაგან, ვინაიდან მთასვლელთა ჯგუფის წევრები ერთმანეთის მიმართ წარმოადგენენ მხოლოდ ზედამხედველ გარანტებს და არა დამცველ გარანტებს. დევარიანტია, ქურდობის ეპიზოდში იგი არ აგებს პასუხს უმოქმედობით ქურდობაში დახმარებისათვის, რადგან მსგავს შემთხვევებში გარანტის ვალდებულება არ ვრცელდება საკუთრების დაცვაზე, ხოლო გარდაცვალების ეპიზოდში იგი პასუხს აგებს წმინდა უმოქმედობისათვის. პირდაპირ სწორი პასუხით დავიწყოთ და გვექნება დევარიანტი, რადგან ურთიერთთანხმობით შექმნილი სოციალური ჯგუფის, ამ შემთხვევაში მთასვლელების წევრები, ერთმანეთის დამცველი გარანტები არიან, თუმცა მათი გარანტის მოვალეობა
მკაცრად არის შეზღუდული ორი კრიტერიუმით. პირველი, იგი ვრცელდება მხოლოდ წევრთა სიცოცხლესა და ჯანმრთელობაზე, ამიტომ ქურდობის ფაქტზე მესამე წევრი უმოქმედობით დახმარებისთვის ვერ აგებს პასუხს და მოქმედებს მხოლოდ მანამ, სანამ საფრთხე, რომლისთვისაც ჯგუფი შეიქმნა, არის რელევანტური და იმწუთიერი. ვინაიდან ჯგუფმა მიზანს მიაღწია, დაალაშქრა მწვერვალი, დაეშვა მთიდან და რესტორანში იმყოფებოდა, სახიფათო მისიის პროცესი ფაქტობრივად დასრულებულად შეგვიძლია რომ ჩავთვალოთ. ამრიგად რესტორანში საჭმლის გადაცდენისას გელაშვილი აღარ ფლობს გარანტის სტატუსს. კაპანაძის მიმართ და მისი უმოქმედობა უნდა დაკვალიფიცირდეს არა შერეულ უმოქმედობად, კერძოდ მკვლელობად, არამედ წმინდა უმოქმედობად. წმინდა უმოქმედობის შემთხვევაში კი მისი პასუხისმგებლობა უნდა დადგეს სისხლის სამართლის კოდექსის 129 მუხლით გათვალისწინებული დაუხმარებლობის ჩადენისათვის. ამიტომ ხედავთ მარტივად, რომ როგორც თავში აღნიშნეთ, სწორი პასუხი გვექნება D ვარიანტი. მე-14 ტესტური დავალება არის შემდეგი. ნავთობბაზის დისპეჩერმა T ბერიძემ, რომლის პირდაპირ სამსახურებრივ მოვალეობას წარმოადგენდა რეზერვუარების წნევის კონტროლი და საავარიო სარქველების გადაკეტვა, სამუშაო სმენაში ყოფნისას შეგნებულად დიდი რაოდენობით ალკოჰოლური სასმელი მიიღო. ბერიძის მიზანი იყო სიმთვრალის გამო ჩაძინებოდა, ვერ შეესრულებინა თავისი მოვალეობა, არ გადაეკეტა სარქველი და ძლიერი აფეთქება მომხდარიყო. აღნიშნული მისი პროტესტის უკიდურესი ფორმა იქნებოდა იმის გამო, რომ სამსახურიდან გაგდებას უპირებდნენ. მართლაც გვიან ღამით, როდესაც უგონოდ მთვრალ ბერიძეს ეძინა, რეზერვუარში წნევამ პიკს მიაღწია. სარქველის გადაუკეტაობის გამო დაგროვდა წნევა და აფეთქდა. ძლიერი ხანძრის შედეგად ბაზის ტერიტორიაზე მყოფი ორი დაცვის თანამშრომელი, R კვარაცხელიას და G მჭედლიშვილი ადგილზე გარდაიცვალნენ. კითხვა არის, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის თანახმად როგორ უნდა შეფასდეს ბერიძის ქმედება. A ვარიანტია უმოქმედობით განზრახ მკვლელობა დამამძიმებელ გარემოებებში, B ვარიანტია მოქმედებით განზრახ მკვლელობად დამამძიმებელ გარემოებებში, G ვარიანტია ტერორისტულ აქტად და D ვარიანტია ტერორისტულ აქტად და მოქმედებით განზრახ მკვლელობად დამამძიმებელ გარემოებებში. პირველ რიგში 2 სიტყვით შევაფასოთ G და D ვარიანტები, რამდენად მიზანშეწონილი არის კვალიფიკაცია მოხდეს ტერორიზმის ნაწილით, ტერორისტული აქტით. გავიხსენოთ სისხლის სამართლის კოდექსის 323 მუხლი, რომელიც ინკრიმინირებულად აცხადებს ტერორისტულ აქტს და განმარტებულია შემდეგნაირად. ტერორისტული აქტი, ესე იგი აფეთქება, ცეცხლის წაკიდება, ადამიანზე თავდასხმა, იარაღის გამოყენება ან სხვა ქმედება, რომელიც ქმნის ადამიანის სიცოცხლის მოსპობის, მნიშვნელოვანი ქონებრივი ზიანის ან სხვა მძიმე შედეგის განხორციელების საშიშროებას ჩადენილი ტერორისტული მიზნით. ამრიგად ვხედავთ, რომ სახეზე უნდა იყოს სპეციალური მიზანი, კერძოდ კი ტერორისტული მიზანი. ამ მუხლის მიზნებისათვის ტერორისტული მიზანი არის მოსახლეობის დაშინება, ხელისუფლების ორგანოს, უცხო ქვეყნის ხელისუფლების ორგანოს ან საერთაშორისო ორგანიზაციის იძულება შეასრულოს ან არ შეასრულოს ესა თუ ის მოქმედება, ან ქვეყნის, უცხო ქვეყნის საერთაშორისო ორგანიზაციის ფუნდამენტური პოლიტიკური, კონსტიტუციური, ეკონომიკური ან სოციალური სტრუქტურების დესტაბილიზაცია ან განადგურება. ამრიგად, პირველ ეტაპზე G და D ვარიანტები გამოგვერიცხება, მსგავსი მიზანი ბერიძეს არ აქვს, მიუხედავად მისი უმძიმესი შედეგისა აფეთქებით და ხანძრის შედეგად დაცვის თანამშრომლების გარდაცვალებისა, მსგავსი მიზანი მას არ ამოძრავებს. აქ გვაქვს სწორი პასუხი A ვარიანტი, კერძოდ უმოქმედობით განზრახ მკვლელობა დამამძიმებელ გარემოებებში. მოცემული შემთხვევა სისხლის სამართლის თეორიაში განმარტებული არის
როგორც ომისიო ლიბერა ინკაუსას კლასიკური შემთხვევა. ამ სამართლებრივი ინსტიტუტის მიხედვით პირი სისხლისამართლებრივ პასუხისმგებლობას აგებს არა იმ მომენტისათვის, როდესაც შედეგი დადგა და თავად ფიზიკურად გათიშული ანუ მწეო იყო, არამედ იმ საწყისი მომენტისათვის, როდესაც იგი ჯერ კიდევ ფხიზელი იყო, ასნობიერებდა თავის სამსახურებრივ გარანტის მოვალეობას და შეგნებულად ჩაიგდო თავი ამ მდგომარეობაში, დანაშაულებრივი შედეგის დადგომის სურვილით. ვინაიდან მას როგორც დისპეჩერს ჰქონდა სპეციალური სამსახურებრივი მოვალეობა, ხოლო მისი ფხიზელ მდგომარეობაში მიღებული განზრახვა მიმართული იყო აფეთქებისა და ადამიანთა სიცოცხლის ხელყოფისაგან, იგი პასუხს აგებს შერეული უმოქმედობით ჩადენილი განზრახ კვლევებისათვის დამამძიმებელ გარემოებებში, კერძოდ კი ორი პირის მიმართ. ამრიგად მარტივად დავინახავთ, რომ სწორი პასუხი გვექნება A ვარიანტი. მე-15 ტესტურ დავალებას რაც შეეხება მეგობრებმა V სისაურმა და N შანშიაშვილმა სიონის ტბაზე ნავი იქირავეს და სათევსაოდ შეცურეს. ანკესის მოქნევისას შანშიაშვილმა წონასწორობა ვერ შეინარჩუნა და ღრმა წყალში გადავარდა. ვინაიდან მან ცურვა არ იცოდა, მეგობარს დახმარებას თხოვა. სისაურმა ნავის სათავსოდან სასწრაფოდ ამოიღო თოქზე მიბმული მაშველი რგოლი და წყალში გადაუგდო მას. შანშიაშვილმა რგოლს ორივე ხელი მყარად ჩასჭიდა და გადარჩენის რეალური შესაძლებლობა მოიპოვა. ამ დროს სისაურს გაახსენდა მათ შორის არსებული ძველი ფინანსური დავა, დახმარება გადაიფიქრა, თოქს ძლიერად დაქაჩა, რგოლი მეგობარს ხელიდან ძალით გამოგლიჯა და ნავში ამოიღო. შანშიაშვილი წყალში ჩაიძირა და დაიხრჩო. კითხვა არის, საქართველოს სისხლისამართლის კოდექსის შესაბამისად როგორ დაკვალიფიცირდება სისაურის ქმედება. A ვარიანტია. ქმედება უნდა შეფასდეს როგორც წმინდა უმოქმედობა და სისხლისამართლის კოდექსის 129 მუხლის შესაბამისად დაკვალიფიცირდეს დაუხმარებლობად, რადგან სისაური დაზარალებულის ახლონათესავი არ არის და მეგობრები ერთმანეთის გარანტებად ვერ ჩაითვლებიან. B ვარიანტია. ქმედება უნდა შეფასდეს მოქმედებით ჩადენილ განზრახ კვლევებად. G ვარიანტია. ქმედება უნდა შეფასდეს როგორც შერეული უმოქმედობა, ვინაიდან მას როგორც ნავის თანამგზავს ჰქონდა წინარე ქცევიდან გამომდინარე საფრთხისთავიდან აცილების სპეციალური სამართლებრივი მოვალეობა, რაც არ შეასრულა. D ვარიანტია. ქმედება უნდა შეფასდეს როგორც უმოქმედობა მოქმედებით, რაც ითვალისწინებს პასუხისმგებლობას, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ სისაური ფიზიკურად ადგილზე არ დაესწრებოდა შანშიაშვილის წყალში გადავარდნის ფაქტს. სწორი პასუხი გვექნება B ვარიანტი, მეგობრებო. სისხლისამართლის თეორიაში, როდესაც დაზარალებულს გადარჩენის რეალური შანსი, საშუალება უკვე ხელთ უყრია, მაგალითად ჩვენ შემთხვევაში, როდესაც რგოლს ხელი ჩასჭიდა, ამ შანსის წართმევა აქტიური ფიზიკური მოქმედებით, როგორც განხორციელდა ხო, თოკის დაქაჩვით და რგოლის ხელიდან გამოგლეჯით, წარმოადგენს არა მოვალეობათა მსვლელობაში ჩაურევლობას უმოქმედობას, არამედ სხეულებრივი ენერგიის გამოყენებით მოხდა შედეგის აქტიური გამოწვევა. ამრიგად სახეზე არის მოქმედება. ვინაიდან სისაურმა აქტიური ქმედებით მოუსპო მეგობარს გადარჩენის საშუალება, სახეზეა მოქმედებით ჩადენილი დანაშაული და იგი პასუხს აგებს განზრახ კვლევებისათვის და არა დაუხმარებლობისათვის. რომ შევცვალოთ ფაბულა შემდეგნაირად, რომ მეგობარმა თოქზე გამობმული მაშველი რგოლი გადაუგდო წყალში და სანამ განსასწრელში მყოფი რგოლს ხელს ჩასჭიდებდა, უკანვე ამოიღო. აქ კვალიფიკაცია თეორიული თვალსაზრისით შეგვეცვლება, რადგან რეალურად წყალში ჩავარდნილს გადარჩენის შანსი არ შექმნია, ხელი არ ჩაუჭიდია რგოლისთვის. ანუ ეს იგივე მოცემულობა არის თითქოს და რგოლი არც გადაეგდოს, ხო? საერთოდ კონტაქტში არ შესულა. მაგრამ როგორც კი რგოლს ხელი ჩასჭიდა, მას გადარჩენის რეალური ობიექტური შესაძლებლობა მიეცა და უკვე აქტიური მოქმედებით, ძალის გამოყენებით, სხეულებრივი ენერგიის დაძაბვით, ხელიდან გამოგლიჯვა უკვე მოქმედება არის და
კვალიფიკაცია რადიკალურად იცვლება როგორც დასრულებული დანაშაული. მარტივად რო ვთქვათ, მოცემულ მე-15 ტესტურ დავალებაში, როგორც უკვე აღვნიშნეთ, სწორი პასუხი გვექნება B ვარიანტი. ამ ვიდეოს ფარგლებში აღნიშნული 5 ტესტური დავალება იყო, რაც მსურდა რომ თქვენთვის გამეზიარებინა, ვფიქრობ რომ მეცადინეობის პროცესში გავარჯიშების თვალსაზრისით გამოგადგებათ, დაგემშვიდობებით გისურვებთ წარმატებებს.